რასაც იტყვის ტრამპი, იქნება ისე, ამიტომ ჩვენთვის მთავარია დონალდ ტრამპთან ურთიერთობა. ეს ივანიშვილის მარიონეტის კობახიძის სიტყვებია, რომელიც მან 2024 წლის 1 დეკემბერს თქვა. ამ დროს უკვე არჩევნებიც მიტაცებული იყო და ევროინტეგრაციაც ოფიციალურად შეწყვეტილი. ქართული ოცნება მომხრეებს აიმედებდა ტყუილით, რომ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტა დროებითი მოვლენა იყო და ყველანი 20 იანვარს უნდა დალოდებოდნენ. 20 იანვრის შემდეგ ოლიგარქის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში კონგრესმა უკვე დაამტკიცა მეგობარი აქტი, რომელიც მძიმე ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს. ეს დოკუმენტი საბოლოოდ სწორედ ტრამპთან აღმოჩნდება ხელმოსაწერად. იქამდე სანქცირებული ივანიშვილის მიერ ამერიკაში გაგზავნილმა დავითაშვილმა სრული ფიასკო განიცადა. თუკი რამდენიმე დღის წინ ქართული ოცნება ხალხს უმტკიცებდა, რომ არალეგიტიმური მთავრობის ვიცე-პრემიერს უაღრესად წარმატებული ვიზიტი ჰქონდა ამერიკაში, კობახიძის სახელით გამოქვეყნებულ დღევანდელ წერილში ვკითხულობთ. დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარა არავითარი კომუნიკაცია საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებებს შორის. ასე მოვედით დღევანდელ დღემდე ივანიშვილი ამერიკის პრეზიდენტს უკვე ულტიმატუმითა და პრეტენზიებით ესაუბრება. კობახიძის ტექსტიდან გავიგეთ, რომ თურმე არსებობს მეორე წერილიც, რომელიც ტრამპმა უპასუხოდ დატოვა. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე კვირის წინ ამერიკის პრეზიდენტისთვის მიუწერიათ, რომ მზად არიან ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დასაწყებად. განსაკუთრებით კომიკურად გამოიყურება დღევანდელი მიმართვის ის მონაკვეთი, სადაც კობახიძე ტრამპს ფაქტობრივად საყვედურობს. რატომ არ მოისმინა მისი საჯარო განცხადებები? რეჟიმი, რომელსაც არც საშინაო ლეგიტიმაცია აქვს, არც საგარეო აღიარება, ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობს, წერილში კარგად ჩანს, როგორ ღელავს ოლიგარქი მეგობარ აქტზე, რომელიც სანქციებს გულისხმობს. ტექსტის სულისკვეთებით ვიგებთ, რომ ივანიშვილს გადაწურული აქვს ამერიკასთან ურთიერთობების გამოსწორების იმედი. ეს კანონი იგულისხმება მეგობარი აქტი. ამცირებს ქართველი ხალხის ნდობას არამხოლოდ კონგრესის, არამედ სამწუხაროდ თქვენი ადმინისტრაციის მიმართაც, რომელსაც ქართული საზოგადოება სხვაგვარი იმედით შეხურებდა. წერს იმედგაცრუებული კობახიძე და მწუხარებას გამოთქვამს, რომ ტრამპმა თავი ვერ გაართვა დიპ სტეიტთან ბრძოლას. ივანიშვილი ტრამპს თხოვს ამერიკამ თვალი დახუჭოს მის არადემოკრატიულ და ანტიდასავლურ მმართველობაზე. ოლიგარქი გულდაწყვეტილია, რომ ვაშინგტონი მის დიქტატურას არ ეგუება. თქვენ არაერთ, თუნდაც ღიად არადემოკრატიულ და ავტორიტარულ სახელმწიფოებთანაც აწარმოებთ აქტიურ დიალოგს და კომუნიკაციას. საქართველოსთან დაკავშირებით თქვენს დუმილს ჩვენთვის ლოგიკური ახსნა არა აქვს, ვკითხულობთ წერილში. გიორგი კიკაბიძე შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში. გიორგი, რა შეფასებები მოჰყვა კობახიძის ღია წერილს? ივანიშვილის გუნდი იზოლაციაშია მოქცეული, კობახიძის წერილი კი ამის აღიარება, ასეთია შეფასებები, რომელსაც დილიდან მისმენთ. მიუხედავად კობახიძის აღიარებისა, რომ ისინი რთულ მდგომარეობაში არიან და ვერ ლაგდებიან მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, როგორც ჩანს, ოლიგარქის დეპუტატებს მაინც დაევალათ კამერების წინ შეინარჩუნონ მოჩვენებითი პოზიტიური განწყობა და თქვან რომ იმედი არ გადაწურულა. ფაქტია, რომ ის, ვინც ოცნებას ყურმელის მეორე მხარეს ეგულებოდა, დღეს პასუხსაც კი არ უბრუნებს. დეტალებს სიუჟეტში გიყვებით. ვიცი, მაგრამ ხო იცით, რომ არ პასუხობთ და ყველა თქვენ ჩვენ არ პასუხობთ, თქვენ თუმცა ტრამპის ადმინისტრაციიდან ხმას არ აღიქცევთ, ეს აღიარება კობახიძემ თავისი წერილი. ანუ იმედი დაგეკარგათ, ხო ასე გამოდის ბატონო ნიკოლოზ? ყველათ მეკითხებ. პასუხის გაცემაზე მეტად გაქცევა, რომ გამოსდით ამის მასტერკლასი ნიკოლოზ სამხარაძემ აჩვენა. არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატმა დღეს სასოწარკვეთილებს შორის უპირობო ლიდერის სტატუსი მოირგო. ნიკოლოზ, ის აღიარება არ არის საჭირო არის. ჩემი აღიარებაა საჭირო. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების აღიარება და მათ შორის იმ ტელევიზიების, რომლებიც პარლამენტში მუშაობენ. არც აღიარება იქნება და არც ლეგიტიმაცია, სწორედ ამიტომ რეჟიმი შეტევაზე გადავიდა. ივანიშვილმა ამერიკას კობახიძის პირით ულტიმატუმები წაუყენა. ეს ხდება ლევან დავითაშვილის ვიზიტიდან 3 კვირის თავზე. გამოდის, რომ ოცნება იტყუებოდა, როცა ეგრეთ წოდებული ვიცე-პრემიერის ვაშინგტონში სტუმრობას წარმატებულად ასაღებდა. აბა დავითაშვილის ვიზიტი წარმატებული იყო, მაშინ ეს წერილი რას ნიშნავს? წერილს წაიკითხეთ, გაიცანი. იხეთ, აქ წუხილია გამოხატული მის გამო, რომ ხმასაც კი არავის ცემს ირაკლი კობახიძის მთავრობას. ამაზე რა სიტყვით? თუ ამ დრომდე არ გამოგივიდათ, ამის შემდეგ როგორ გამოგივათ ურთიერთობის დაალაგება? მოხსენით სანქციები არ მიიღოთ მეგობარი აქტი და შეწყვიტეთ ჩვენი ანტიდემოკრატიული ნაბიჯების კრიტიკა. ასეთია ოცნების გზავნილები ეგრეთ წოდებული პრემიერის სახელით გამოქვეყნებული წერილიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში რეჟიმის მტკიცები დადასტურდება, რომ ტრამპმა ეგრეთ წოდებული დიპ სტეიტი ვერ დაამარცხა. წერილი კობახიძის აღიარებით იწყება. რეჟიმს არავინ ელაპარაკება.
რამდენიმე კვირის წინ მოგმართეთ წერილით ქართულ ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ჩვენს წერილზე და საჯარო განცხადებებზე დღემდე არ მიგვიღია. ახალი ადმინისტრაციის დუმილი როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისე ქართველი ხალხისთვის გასაკვირია. მეტიც დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარა არავითარი კომუნიკაცია საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებებს შორის. რამდენიმე დღის წინ ამერიკის კონგრესმა მიიღო აბსურდული კანონი, ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი, რომელიც არის მტრულად გამსჭვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ განცხადებები Deep State-ის დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერი. ხალხისთვის გასაკვირია, რომ თქვენ ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებთ, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებთ. იმ ფონზე, როდესაც თქვენ არაერთ, თუნდაც ღიად არადემოკრატიულ და ავტორიტარულ სახელმწიფოსთანაც აწარმოებთ აქტიურ დიალოგს და კომუნიკაციას. საქართველოსთან დაკავშირებით თქვენს დუმილს ჩვენთვის ლოგიკური ახსნა არ აქვს. ეს ტყუილია. ის რის წარმოჩენასაც რეჟიმი დუმილად ცდილობს სინამდვილეში კრიტიკა, რომელიც კონგრესში მეგობარი აქტის მიღებით გამოიხატა. სახელმწიფო დეპარტამენტმა კი განცხადება გაავრცელა და ოცნებისგან ანტიდემოკრატიული პოლიტიკის შეცვლა მოითხოვა. რიგითებმა ციციან, რომ მათთვის სასარგებლო არაფერი ხდება. შესაბამისად იმედებს მხოლოდ კამერების წინ ევღაუჭებიან. ეს წერილი რატომ გახდა საჭირო? როგორც ჩანს, დამატებითი ზომები არის საჭირო, რომ ურთიერთობა უფრო პოზიტიური იყოს, ვიდრე ლევან დავითაშვილის ვიზიტმა მოიტანა ეს. პირდაპირ ამბობს ამას, რომ ხმასაც კი არ სცემენ მას ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სამწუხაროდ ჯერჯერობით ეს ასე არის, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ვითარება გამოსწორდება, იმიტომ რომ როგორც ჩანს, Deep State იმაზე უფრო ძლიერია, ვიდრე თუნდაც ტრამპს ეგონა და ვიდრე თუნდაც ჩვენ გვეგონა. გასაკუთრებით თუ არ გამოგივიდათ ურთიერთობის დაალაგება, ამის შემდეგ როგორ გამოგივათ? ღია წერილიც კი გახდა საჭირო. აუცილებლად გამომიდარწმუნებული ვარ. თუ არ გამოგივათ ქალბატონო ეგა? გამოვა. წუხილსაც გამოხატავს გულის წყვეტას, ამბობს, რომ მეტ ყურადღებას ეუდებოდა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არა და თქვენ ამბობდით, რომ დავითაშვილს წარმატებული ვიზიტი. პოლიტიკის ფარგლებში რაღაცები შეიცვლებოდა, თუმცა იმეც არ კარგავთ. ტრამპთან რომ არაფერი გამოგივიდათ, ამის აღიარება არის თუ არა ირაკლი კობახიძის წერილი? ყველაფერი კარგად იქნება ნუნები. ვისთვის იქნება კარგად, რეჟიმისთვის თუ ქართველი ხალხისთვის? ღია წერილი კობახიძემ დონალდ ტრამპისა და ჯეიდი ვენსის სახელზე გამოაქვეყნა, თუმცა მხოლოდ ქართულ ენაზე. თარგმნა ან დაავიწყდათ, ან არც უფიქრიათ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს დასტურია იმისა, რომ ამ წერილის სამიზნე არა ვაშინგტონი, არამედ ოცნების ამომრჩეველია, ვისაც ოლიგარქი ბოლო იმედსაც უკლავს. ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები არ დაგძაბვია, იმიტომ რომ ამერიკას არ მოეწონა ჩვენს, ამერიკა იყო ინიციატორი, არამედ ეს გააკეთა ივანიშვილმა ძალიან მიზანმიმართულად, უბრალოდ რუსეთმა ძალიან მიზანმიმართულად, იმიტომ რომ საქართველოში რუსული რეჟიმის დავალებით პოლიტიკა უნდა შეცვლილიყო ყისიერად. აქამდეც უნდა შეცვლილიყო ივანიშვილი მხოლოდ ამ მიზანს ემსახურებოდა საქართველოში, მაგრამ ეს უნდა გაფორმდეს ახლა, ანუ თბილისის ფაქტობრივი ოკუპაცია უნდა დამყარდეს და სწორედ ამ გზავნილს შეიცავს ეს წერილი. საქართველო ექცევა ახლა სრულ იზოლაციაში, დასავლური ცივილიზებული სამყაროდან და საქართველოში დე-ფაქტო ოკუპაცია მყარდება რუსული. ეს წერილი აი ამ ტონით დაწერეს, არ არის ამერიკის მიმართ გაგზავნა, ხო? ევროპელებსაც რაღაც მესიჯს უგზავნის, ხო? და მათ მიმართაც საკმაოდ მტრულია, ხო? ანუ ძალიან რთული, აი ჩემთვის, როგორც თქვა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტისთვის ძალიან ძნელად იკითხება, ხო? ანუ ყველა იმ ნორმას წესს არ ღვევს, როგორც უნდა შენ სთხოვო, რა ვიცი, ყოფილ პარტნიორს თუ ახლა აღარ განიხილავ პარტნიორად, რომ გაგარკვიოს რა ხდება. ქართული ოცნება არასდროს არ მალავდა, რომ მათ სურთ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია. ეს ნორმალიზაცია იქნება, რა თქმა უნდა, აფხაზეთში რკინიგზის გახსნა, ეს იქნება სამშვილდში გაერთიანება, ეს იქნება საბოლოოდ მოსკოვში საელჩოს გახსნა და შეიძლება საქართველოს გადმოყვანის მცდელობა ერთგვარ კონფედერაციის მოდელზე, რომელშიც რეალურად სუვერენიტეტი იქნება არა ქართულ სახელმწიფოს, არამედ რუსეთს. დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრის წერილით დადასტურდა, რომ ქუჩაში მიმდინარე უწყვეტ პროტესტს შედეგი მოაქვს. ამას ემატება საერთაშორისო წნეხიც, სანქციები და იზოლაცია, რომლითაც უხეირო დიქტატორი რყევებს განიცდის. უკან დახევა მას შეცდომად შეეთვლება. ამიტომ ბოლომდე გადაწყვიტა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს დაემშვიდობოს. წერილიც ამის დასაწყისია. ძალიან მაინტერესებს ოდესმე წაიკითხავს თუ არა ამერიკის პრეზიდენტი, ალბათ დღეს ამისთვის არ ცალია და ნაკლებად ცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს ძალიან სამწუხარო არის, იმიტომ რომ ეს იქნება მათთვის, ვინც წაიკითხავს ამ წერილს, ძალიან გამაოგნებელი იმ ქვეყნიდან წამოსული წერილი, რომელიც 30 წელზე მეტი არის ამერიკა ყველა კუთხით და ყველა ფორმით ეხმარება
ირაკლი ყობახიძემ საჯარო წერილი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც პირველ ჯერზე უპასუხოდ დარჩა. პირველი მცდელობა საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო, თუმცა სავარაუდოდ სწორედ ამ მცდელობაზე პასუხია მეგობარი აქტი, რომელიც კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერით დამტკიცდა. არადა ვიდრე წერილებით კომუნიკაციაზე გადავიდოდნენ და ისიც ცალმხრივზე ერთ დროს ოცნებას ტრამპი ყურმილის მეორე მხარეს ეგულებოდა. არ დამერეკინოთ ტრამპთან. არ დამერეკინოთ.